მოგესალმებით, დიდი მადლობა ინტერესისათვის. მართლაც როგორც მოგეხსენებათ, 1 აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა უკვე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ერთ-ერთი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს სიგარეტის რეალიზაციას სადა შეფუთვით. აქვე დავაკონკრეტებ, რომ აქ საუბარი არის ჩვეულებრივ ტრადიციულ სიგარეტზე და სამწუხაროდ გარკვეული გამონაკლისი არის დატოვებული გასახურებელი თამბაქოსა და ელექტროსიგარეტების სახით, რომლებიც ისევ ძველებურად გაიყიდებიან სხვადასხვაგვარი კოლოფით. ეს ნაკლოვანებაა ჩვენი თვალსაზრისით და იმედი გვაქვს, რომ ესეც გამოსწორდება. რაც შეეხება სადა შეფუთვით რეალიზაციას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური ნორმა თამბაქოს კონტროლის ზომებს შორის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 2018 წლიდან, როდესაც გაუმჯობესდა ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, მრავალი სხვადასხვა ნორმა იქნა მიღებული და დაწესებული, რომლებიც ზოგი დაუყოვნებლივ 2018 წლიდანვე შევიდა ძალაში, ზოგიერთი კი ნელ-ნელა ამოქმედდა. მაგალითად, რაც შეეხება თამბაქოს პროდუქტების რეალიზაციას, თქვენ გეხსოვებათ, რომ ნელ-ნელა ამოქმედდა მაგალითად გარედან ხილვადობის აკრძალვა, შემდეგ შიდა ხილვადობის აკრძალვა და ვიცით, რომ დახურულ კონტეინერებში არის განთავსებული თამბაქოს პროდუქტები და ახლა უკვე დაემატა ერთ-ერთი ეს ეფექტური ნორმაც, როგორიცაა სადა შეფუთვა. რას ითვალისწინებს სადა შეფუთვა? ეს გულისხმობს იმას, რომ თამბაქოს ყველა პროდუქტი იქნება სტანდარტიზებულ შეფუთვაში, ერთი და იგივე ფერის კოლოფია. როგორც ალბათ უკვე დააკვირდით, დამოსახლეობაც ნახავდა ალბათ უკვე სავაჭრო ობიექტებში, რომ ერთი ფერის კოლოფი არის ერთნაირად გაფორმებული, მასზე აუცილებლად დატანილი არის სამედიცინო გაფრთხილებები, როგორც გრაფიკული სახით, ისევე ტექსტობრივად და თვითონ თამბაქოს ნაწარმის სახელი, ბრენდის სახელი, ან მისი ქვესახეობა წარწერით არის უბრალოდ მოცემული. ესეც სტანდარტული შრიფტით და ყველა ერთი ზომის და ერთი ფორმის არის ფორმით არის დაწერილი. ეს ნორმა ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად შეამციროს მიმზიდველობა თამბაქოს პროდუქტების, განსაკუთრებით მომავალი თაობისათვის და ნაკლებად მიმზიდველი გახადოს ეს მათთვის. აქ უკვე აი მოგეხსენებათ, ადრე ჩვეულებრივი კოლოფი იძლეოდა რეკლამირების შესაძლებლობას, რაც მოგეხსენებათ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით რეკლამა, როდესაც აიგზალა, უკვე მაინც რჩებოდა კოლოფი, როგორც რეკლამის სახეობა და სხვადასხვა ფერში გაფორმებული, სხვადასხვა ფიგურებით და ასე შემდეგ გაფორმებული კოლოფები უკვე წარმოადგენდა გარკვეულ საიმიჯო და სარეკლამო მასალას და დღეისათვის უკვე ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა სამწუხაროდ ამას, მაგრამ ძალიან გვიხარია, რომ ამოქმედდა ეს ნორმა საქართველოშიც, ისე როგორც ის მოქმედებს ძალიან ბევრ ქვეყანაში და იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო ესე ვთქვათ შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას ჩვენს მოსახლეობაში და აგრეთვე იმედს ვიტოვებთ იმისაც, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი გადაწყვეტილების მიმღები პირები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ერთნაირი მიდგომა თამბაქოს ყველა პროდუქტისადმი და გარკვეული გამონაკლისების და გარკვეული სასათბურე პირობების შექმნა რომელიმე კონკრეტული პროდუქტისათვის არის დაუშვებელი და იგივე გასახურებელი თამბაქოც და ელექტრონული სიგარეტები და ნებისმიერი თამბაქოს პროდუქტი უკვე მოექცევა ერთიან ფარგლებში და ერთიან ჩარჩოში. კი ბატონო, ესე იგი სადა კოლოფით რეალიზაციის ამ ნორმა, როგორც ვთქვით, ამოქმედდა 1 აპრილიდან და ამის შემდეგ ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში იქნება ეს თუ სხვადასხვა დახსე თუ ასე შემდეგ თამბაქოს პროდუქტი უნდა გაიყიდოს, სიგარეტი უნდა გაიყიდოს სადა შეფუთვით. თუ რეალიზაცია მოხდება არა სადა შეფუთვით, მაგალითად ისევ ძველი კოლოფებით, გაფორმებული კოლოფებით, ამ შემთხვევაში სავაჭრო ობიექტი იქნება დაჯარიმებული 5000 ლარით. რისი აღსრულებაც ეკისრება შემოსავლების სამსახურს და მინდა გითხრათ, რომ ეს სამსახური საკმაოდ ეფექტურად ადევნებდა აქამდე ამოქმედებულ ნორმებსაც და იმედი გვაქვს, რომ ამ ნორმასაც საკმაოდ ეფექტურად განახორციელებს. ჩვენის მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, ვახორციელებთ საზოგადოებრივ მონიტორინგს, როგორც ზოგადად კანონის აღსრულების ნორმებზე, მათ შესრულებაზე, როგორც მოწევის აკრძალვის კუთხით, ისე რეალიზაციისა და რეკლამის კუთხით და თუ ჩვენი მონიტორები დააფიქსირებენ
ასე ვთქვათ, მსგავ ფაქტებს, როდესაც იყიდება არა სადა შეფუთვით, არამედ ჩვეულებრივი ძველი შეფუთვით სიგარეტი, ეს რა თქმა უნდა მიეწოდება შემდეგ შემოსავლების სამსახურს და სავაჭრო ობიექტისათვის ჯარიმა არის 5000 ლარი. ზუსტად სწორედ ამ ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით იქნა ზუსტად ჩვენთანაც მიღებული. ახლა რა თქმა უნდა ჩვენ არ მოგვიფიქრებია და მოგვიგონია ახალი ველოსიპედი ამ თვალსაზრისით. ეს გამოცდილება უკვე არსებობდა 2018 წელს, როდესაც მუშავდებოდა კანონი და ამოქმედდა ახალი რედაქცია კანონის. მაშინვე იყო ჩადებული ეს ნორმაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც უნდა ამოქმედებულიყო სადა შეფუთვა, თუმცა გარკვეული თამბაქოს ინდუსტრიიდან გავლენების შედეგად მოხდა რამდენჯერმე გადავადება ამ ნორმის, მაგრამ როგორც იქნა ამოქმედდა, ხო? ეს რა თქმა უნდა ეფუძნებოდა იმ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, სადაც მანამდე უკვე მრავალი წელია მოქმედებდა სადა შეფუთვა, იქნება ეს ავსტრალია, ახალი ზელანდია, ევროპის ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილი და ასე შემდეგ, ხო? და მათი გამოცდილებიდან გამომდინარე იქნა ჩვენთანაც ჩადებული ეს ნორმა და იმ ქვეყნებში ყველგან ზუსტად აჩვენებს, რომ ესე იგი მცირდება მიმზიდველობა და მოხმარება თამბაქოს პროდუქტების და რაც შესაბამისად აისახება უკვე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად აისახება პირველ რიგში მოხმარების დონის შემცირებაზე ზოგადად ქვეყანაში და აგრეთვე უკვე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, კერძოდ იმ დაავადებების შემცირებაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თამბაქოს მოხმარებას, ესენია გულსისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ონკოლოგიური დაავადებები და ასე შემდეგ. როგორ? სავაჭრო რეგულაციების თუ მთლიანად მოწევის მოწევის რეგულაციების თვალსაზრისით მდგომარეობა თითქმის ერთ დონეზე არის, რაც მას შემდეგ რაც ამოქმედა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული, თუმცა ჩვენ მონიტორინგის შედეგად ვაფიქსირებთ გარკვეულ ტენდენციებს დარღვევების ზრდის, კერძოდ მაგალითად სამწუხაროდ ძალიან საჯარო სექტორში და სამედიცინო სექტორში, რომლებიც ცოტა სიურპრიზი და ასე ვთქვათ ესეთია საკვირველი ასეთი დარღვევები, იმიტომ რომ ერთის მხრივ საჯარო სექტორი თვითონ არის მოწოდებული იმისათვის, რომ კანონის აღსრულებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, მაგრამ სამწუხაროდ საჯარო დაწესებულებებში ჩვენ ვაწყდებით უფრო მეტი რაოდენობით დარღვევას, ვიდრე თუნდაც სამასპინძლო ბიზნესში. ცოტათი ოდნავ გაზრდილი არის სამასპინძლო დაწესებულებებშიც და გარკვეული ასე ვთქვათ დარღვევების უმეტესობა ძირითადად უფრო უკავშირდება ისევ და ისევ თამბაქოს ახალ პროდუქტებს, ანუ გასახურებელ თამბაქოს და ელექტრონულ სიგარეტს. აქ გარკვეული როლიც ალბათ ითამაშა ინდუსტრიის მხრიდან ინტენსიურმა საინფორმაციო მუშაობამ, იმ თვალსაზრისით, რომ დაენერგათ გარკვეული არასწორი წარმოდგენები, თითქოს ეს პროდუქტები არის ერთის მხრივ ნაკლები ზიანის შემცველი და მეორეს მხრივ მათი მოხმარება თითქოს ნებადართული არის დახურულ სივრცეებში და აკრძალულია მხოლოდ ტრადიციული სიგარეტის მოხმარება, ხო? მე მინდა განვმარტო მოსახლეობასაც და განსაკუთრებით ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს, რომ ერთი და იგივე ნორმა ვრცელდება ყველა პროდუქტზე, ანუ გასახურებელი თამბაქო, ჩვეულებრივი სიგარეტი, ელექტროსიგარეტი, ჩილიმი, ყველა არის კანონის მოქმედების ქვეშ და მათი მოხმარება სრულად არის აკრძალული დახურულ სივრცეებში. ღია სივრცეები საკმაოდ ბევრი არის დატოვებული იმისათვის, რომ თამბაქოს მომხმარებლებმა შეძლონ ამ სივრცეებში მისი მოხმარება. დახურულ სივრცეში
თამბაქოს კონტროლის წესების აღსრულებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება თავად დაწესებულებას, ამიტომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პირველ რიგში ჯარიმდება თვითონ დაწესებულება და ამ მხრივ ჯარიმა არის პირველ ჯერზე 500 ლარი, მომდევნო ჯერზე 1 წლის განმავლობაში თუ განმეორდა 1000 ლარი და მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე 2000 ლარი. თუ ფიქსირდება ფიზიკური პირის დამრღვევი, ამ შემთხვევაში ჯარიმა არის 100 ლარი, განმეორება 200 და მესამე და ყოველი მომდევნო 300 ლარის ოდენობით. აქ ძირითადი აღმასრულებელი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია, რომელიც მიდის გამოძახების საფუძველზე და სამწუხაროდ მე ისეც მინდა მოსახლეობას მოუწოდო, რომ ძალიან იშვიათია ხოლმე მოსახლეობის მხრიდან საკუთარი უფლებების დაცვის შემთხვევა. ანუ ჩვენ გვაქვს ყველას უფლება, რომ დახურულ სივრცეში არ ვისუნთქოთ მავნე ჰაერი და არ ვისუნთქოთ თამბაქოს კვამლი და ეს ასეთი შემთხვევების დაფიქსირების დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ 112-ს. სამწუხაროდ ჩვენ როდესაც ვაკვირდებით სტატისტიკას, მხოლოდ ძირითადად არის ჩვენი მონიტორების შედეგად გამოვლენილ შემთხვევებზე რეაგირება პატრულის მხრიდან და მოქალაქეები იშვიათად იყენებენ ხოლმე ამ უფლებას. ძირითადად უფრო იყენებენ ტრანსპორტში მინდა გითხრათ და აქტიურად იცავენ თავიანთ უფლებას და თუ არის ხოლმე შემთხვევა უკვე მიეჩვენენ მოქალაქეები, რომ დაიცვანეს თავიანთი უფლება, რაც დაეტყო კიდევაც ტრანსპორტს გარდა ტაქსისა. მე ვიტყოდი, რომ ტაქსი კვლავ რჩება, ასე ვთქვათ, ცხელწერტილად და საკმაოდ მაღალია დარღვევების რაოდენობა, რაზეც არაერთხელ მოუწოდეთ და კიდევ ვისარგებლებ შემთხვევით, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ამის გამოვლენა და რეაგირება, ამიტომ უნდა გააკეთონ ამაზე რეაგირება. მაგრამ აი შენობებში მე მოუწოდებდი მოსახლეობასაც, რომ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით და დავიცვათ ჩვენი ერთმანეთის უფლებები და თუ ირღვევა ეს უფლება უკვე მიმართოთ 112-ს.